Pirpaso megoreo ხოთ მიესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმრები ნიკა, სანდრო და ბატონი ანზორ მელიები. გამარჯობა. სანდრო, ესე იგი ჩვენი სტუმარია მუდმივი, მინდა გითხრა და ძალიან აფი ახალისებს ჩვენ სტუდიას და ძალიან დიდი მადლობა ბატონო ანზორო, ჩამოხედით ზუგდიდიდან, მოხედით ჩემთან სტუმრად. ნიკა, დიდი მადლობა რომ მოიცალე, იმიტომ პირიქით დიდი მადლობა. ავეჯი ახალი შეგიძენიათ. რომელი ხო? შენ ახლა ციხიდან რომ გამოხედი არ ყოფილიყარ ჩემთან. მაშინ ანუ რბილი მოგეჩვენა, ესე იგი ესავე. კი, ნამდვილად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მიირთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი და სანდროსაც შესთავაზეთ. გინდა სანდრო? გინდა მე არ სავალდებულო. ეს მინდა. მოკლედ ესე იგი. ასულა. ბატონო ანზო, როგორ ბრძანდებით? მადლობთ. როგორია საარჩევნო კამპანია? აი, როგორ ფიქრობთ? ანუ თქვენთვის ხო პირველი იყო ეს, რომ ანუ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა და ნუ ძალიან რაღაც ახალი იყო თქვენ ცხოვრებაში, ხო? მადლობას ვეუბნები ღმერთს, რომ ისი არ მომკლა, რომ არ მანახა ჩემი ზუგდიდი. დიახ. ზუგდიდის ყველა სოფელი და ხალხის განწყობა და სიყვარული. სადაც არ მივედი, ყველგან ნიკას მამა მოვიდა, ნიკას მამა მოვიდა, ნიკას და ეს იყო სიყვარულით სავსე შეხვედრები, არაჩვეულებრივი შეხვედრები და თითქმის ყველა სოფელი შემოვიარე. აი საოცრება ვნახე, მე არ მეგონა რომ ასეთი მშრომელი ხალხი როგორც ზუგდიდში და მის სოფლებში ცხოვრობს და ასე გაჭირებულად რატომ უნდა ცხოვრობდეს და ამაზე ვაგებდით ჩემ გამოსვლებს. ნიკა, შენ ანუ მე ხო ვიცი რომ ბოლო წამამდე არ იყო გადაწყვეტილი ზუგდიდის მერობის კანდიდატი ვინ უნდა ყოფილიყო. ანუ მინდა კითხო რომ აი თვითონ ახლა ხეშეღებელზე ხარ გასული. თვითონ განწყობა, ანუ აი შედარება. იცი რა, შემოწმე არ არსებობს დღე არ არსებობს დღის განმავლობაში 2 ან 3 მადლიერი პაციენტი არ შემხდეს, ვინც მამას მოიფერება და მამის გამო, ანუ ანზორის გამო მადლობას მეუბნება მე და ეს ძალიან მაძლიერებს და ბედნიერი ვიქნები თუ წლების შემდეგ იმის ნახევარი მაინც სიკეთე წინ დახვდება ჩემს ვერ გაკეთებული სანდროს. ხო, მართლა ბედნიერი არ იცით რამდენად ძლიერდები, როდესაც სრულად უცნობი ადამიანი ქუჩაში გაჩერებს და გეუბნება რომ მამამ გადამარჩინა, მამამ ოპერაცია გამიკეთა, მამასთან დედამ იწვა სამავთყოფოში და ასე ეს არის ძალიან დიდი ძალა, რომელიც ამ ძალიან რთულ პროცესში მემატება. ხო, ანუ თითქმის ყველა ოჯახი დაკავშირებულები ვართ ბატონ ანზორთან. რატომ მიხარია რომ მამა არის ჩვენთან ერთად, ბევრ პატრიოტთან ერთად ბრძოლის წინახაზე, იმიტომ რომ ზუსტად ის მოხდება ზუგდიდში, რაც უნდა მოხდეს თელს ქვეყანაში, გაერთიანება ძალების. ეხლა მამა ნამდვილად არ ანსხვავებს ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველს სხვა პარტიების ამორჩევლისგან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტრადიციად იქცეს და ზუგდიდის მერი აღიქმებოდეს ყველა ზუგდიდელისთვის, როგორც ზუგდიდის მერი და არა როგორც პარტიული მერი, რომელიც იზრუნებს მხოლოდ მის პარტიაზე და მისი პარტიის ამორჩეველზე. და ამას ხედავს მე ჯერა ყველა ზუგდიდელი. აი მაგალითად ხო ბატონო ანზო, როგორც ახლა პულისებში ვლაპარაკობდით, რომ იყო ანუ ზუგდიდში რა კეთდება თქო, ნუ შეკითხვა დაგისვით და ანუ ესე იგი თუ ვინმე სადმე სიტყვაზე ქოცი ცხოვრობს, იმასთან სიტყვაზე აკეთებენ გზას. ეს მასიურად არის, 1 და 2 ქუჩა კი არ არის. სოფლებია კიდევ. წინა არჩევნებიდან აქვთ ეს ყველაფერი მონაცემები, საწააგო ოცნებამ არჩევნები, რომელ უბანში. ის უბანი ჩაბნელებულია, გზები საშინელ მდგომარეობაში აქვთ, ხოლო იქ სადაც ოცნება მოიგო, იქ გეგონება რუსთაველის პროსპექტია. აი ასეთი დიდი სხვაობა არის, გამიგეთ? ეს ასე მამა რო დასახელდა ზუგდიდში კანდიდატად და დაიწყო კამპანია, ნუ საზოგადოების ნაწილი დაიბნა და მათ შორის როგორც აღმოჩნდა პაციენტები და რამდენიმე პაციენტმა დარეკა მამასთან კლინიკაში
და წინასწარ ხო ეწერებიან პაციენტები და ითხოვეს გამოკვლევაზე თუ შეიძლება ჩამწერეთ ნიკა მელიასთან. ორმა ქალბატონმა სხვადასხვა დღეს. კი ბატონო. მაგრამ მე ერთი ძალიან მაგარი, ანუ შენი ბანერები ხო გავრცელდა რაღაცად, მაგრამ მან ბანერებში იყო ერთი ძალიან სასაცილო ის, რომ სანდრო რო დგას შენს ბანერთან და ისე იჯღანება, როგორც იმ ბანერში იჯღანები. გახსოვს? როგორ იჯღანება მამა იქ? ესე თქვი, აბა იქ კამერებისკენ. კამერებისკენ. მაგარი ფოტოა ეგ. მაგრამ რა უნდა კითხო ახლა ბატონო აზურ, გვანან ერთმანეთს ბატონო აზურ. ძალიან. მაგრამ ეს კუბშია. ეს კუბშია? რატომ? ნიკა კი იყო ცელქი ბავშვობაში, მაგრამ დამჯერეს იყო, რომ ეთყოდი ყველაფერს მისრულებდა. რაც არ შემიძლია. ამას ვერ უბედა. სანდროზე ხო? ამ სასაულია. მე ვნახე ვიდეო, სადაც სეტყვა რომ მოდის. სეტყვა მოდის და თქვენ პაროდიას აკეთებთ, ხო? დავიღუპეთ. ნახე რამდენია სანდრო. დავიღუპეთ. იცით რა პერიოდია, როდესაც გამოაქვს ხეებს ეს ყვავილები და ველოდებით რომ კარგი მოსავალი გვექნება და არაფერი არა ამის საშიშროება და უკვე წამოვიდა სეტყვა და მე უკვე გულწასული ვიყავი ფაქტიურად. ეს დავიღუპეთ. მაგრამ რაც სურათი და დგომაც ერთმანეთს რაღაც ძალიან გავართ ახლა ალბათ შენ რასაწყობ ხასიათით გავართ ძალიან ხასიათით ქცევებით მიხრა მოხდით არ ყველაფერი არ ვიცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი არ ვიცი მაგრამ ნუ მოხდა კაი, მოდი იცი რა, ერთი კითხვა მინდა იმაზე. ცოტა ძველი თემა, მაგრამ ღმერთმა არასოდეს გამყოფოს იქ, მაგრამ ციხის ამბავს. აი პირველი დღე რო შეხვედი რა იყო პირველი შენთვის უხერხულობა, ანუ რა შეგეკითხა. პირველი ორი დღე იყო რთული, ხა არავინ არ თქვას რომ ადვილია იყოფნა, რთული იყო, არ გამიადვილდა. ამის შემდეგ რა თქმა უნდა შევეგო, მაგრამ პირველი ერთი თვის განმავლობაში მქონდა საშინელი კომპლექსი იმ ორი ვიდეო სათვალთვალო კამერის, რომელიც იმ საკანში არის დამონტაჟებული. ანუ გიყურებს ცოცხალი რამდენიმე ადამიანი, ხო, თვალთვალის ქვეშ ხარ და კომპლექსი მქონდა, როცა ვამბობ რას გულის, ხო, იმიტომ რომ ხო ვიცექ იმ ნარზე, ხო, საბანი ხო გადაფარებული. ახლა სულ წერტიში, როდესაც გინდა გასვლა, ხო, აი ეგ მქონდა კომპლექსი, ანუ შარვას ვიცმევდი. მედიდან ადგომისას ვიცნობდი და ესე გავდიოდი სალკე იყო სული წერტილი და ესე მოვდიოდი პირველი გარკვეული პერიოდი ვცდილობდი რომ ანუ რაღაც ისეთი ოჯახური ტრუსებით აწარმოებდი საზოგადოების წინაშე რა ამის შემდეგ რა თქმა უნდა და ნუ კიდე თუ კი სადმე გძნობ რომ ხარ ციხეში თუკი დღის განმავლობაში არის რომელიმე საათი ან წუთი როგორ გძნობ რომ ციხეში ხარ, ჩემთვის ეს იყო დილის 8 საათი. როდესაც აი არც ერთი წუთით გვიან და ადრე გაღვიძებენ, ანუ საკნის კარებს აღებენ, შემოდიან ციხის სამი თანამშრომელი შემოდის, შენ გაყავხარ საკნიდან და ნუ ათვალიერებენ გვირაბს ხო არ ხრეკენ საკანს. და თუკი გააქვს ახლა წინადღით მოგროვებული რაღაც აყობაცხოვრებო ნარჩენები ის ცელოფრით უნდა გაიტანო და გარეთ საკანთან უნდა დადგა და ეს პროცედურა ყოველ დღე წარმოიდგინე. და საინტერესო ის იყო, როდესაც შევედი ციხეში. ხო. პირველი ორი კვირის განმავლობაში ყველა საკანში შედიოდნენ და ჩემთან საკანში არ შემოდიოდნენ და ძალიან მიკვირდა, რატო აკეთებდნენ, ვიფიქრე ალბათ პატის მცემე როგორც ახლა პოლიტიკური პატიმარი ვარ და ზედმეტად არ მაღიზიანებ. ვერ მივხვდეთ თუ მე რა ყოფილი შესვლის თანავე მე მთხოვეს რომ ტესტი გამეკეთებია კორონავირუსზე და უარი განმოცხადე და ავტომატურად გადავედი карантиნის რეჟიმში თურმე. და აღარ გაგვიძებ. და არ მაგვიძგანო არ შემოდი. აღარ გაგვიძებ. როგორც კი გავიდა, ამის შემდეგ დაიწყო ყოველ დღე
მარტვილობა ჩემი. ხო და რა ანუ ის მაგა თვითონ ეს ნარი რაზეც იწექი. როგორ რბილი იყო, ნუ როგორ არა, არ იყო, ნამდვილად ისეთი თხელი მატრასია და გამიჭირდა თავიდან და მოვითხოვე მეორე ნარის მატრასი, რომელიც საკანში იდგა, მაგრამ მატრასი არ იყო და ნუ ის არ მომწეს და მითხეს რომ მაღაზიაში შეგიძლია იყიდო ღრუბელი. და სქელი ღრუბელი ვიყიდე, ამას გონი 75 ლარი ღირდა და ის ღრუბელი რომ მომიტანეს, ჩავაფინე, მაგრამ ნუ ისეთი ფორმა მიიღო დღეების შემდეგ, რომ პრაქტიკულად ესეთი ვიწექი შიგნით, როგორც ნავში რა, ვერც გადატრიალდებოდი, ვერც გამოტრიალდებოდი. ჩაღრმავდა ხო ესეთი და ფორმა მიიღო შენი ტანის თლიანად. აი წამოღებო, მაგრამ არ გამოგატანა. თებში წამოვიღე 2 და კოვზი და ჩანგალი, რითიც ტელევიზორი დატოვე? ტელევიზორი დავტოვე, კი. თებში ჩანგალი და დანა წამოვიღე. ვანო შოუს თუ უყურებდი, ეგ მაინტერესებს. ვანო შოუს უყურებდი, ყველაფერს უყურებდი, აბსოლუტურად. როგორ უყურებდი ყველაფერს, როცა პარასკევს მხოლოდ ვანო შოუ გადის. და ისეთ ციხეში პირველად მივხვდი, რომ არის ჩემს გარდა სხვა ადამიანიც. იმიტომ იქ ერთმან პატიმარს ვერ ხედავს, ეხლა სამარტო საკანია და ყველა ასე არის. როდესაც ფეხბურთის მატჩი იყო საქართველოს-ესპანეთი, ხო? ხო, საქართველოს-ესპანეთი და ხვიჩა ყვარაცხელიამ გოლი გაიტანა, დაინგრა ციხე. და მაშინ მივხვდი, რომ მარტო არა ვარ ციხეში. მართლა მაშინ. ვაუ, დანარჩენი 60 წუთის განმავლობაში მარტო მეგონა მე და ციხის ზედამხედველი. არა და მე ვიცი, რომ ბატონ აზო ფეხბურთელობა უნდოდა ამას, ხო? ძალიან უნდოდა და ნუ ერთი შეცდომის გამო დამთავრდა ამის კარიერა. ეხლა წესით ფეხბურთის კარიერა დამთავრებული უნდა კონდეს და მწვრთნელად უნდა მუშაობდე, ხო ნიკა? ავადმყოფები რომ მირეკავდნენ ხომ ეუბნებოდნენ ჩივილებს რაღაცებს და ნიკა უსმენდა ამას თამრიკოც ყველაფერი მეკითხებოდა რა არისო და აი ასე მეთქი დაეცა ან რაღაცა და თაბრუსხვევები აქვს გულისრევა რაღაცა წოლა უნდა და წოლითი რეჟიმი რაღაცა ნიჭიერია და ერთ დღეს მოვიდა და გვეუბნება რომ ის არისო დავეტაკეთო ერთმანეთს მე და ჩემი მეზობელიო დავარდიო და ფეხბურთზე დავდიოდი რა ფეხბურთზე გულისრევები მაქვსო და რაღაცა და აუ უცბად ხომ იცით გამოვლენა პირველსავე დღეს არ იცის ამან რაღაცა და 3 დღე მაინც უნდა იწვეს და დავაწვინე და მე გამოტყდა ბოლომდე არ შეუძლია ეს რომ არ გითხრა სიმართლე და გითხრა და ზო დამთავრდა იმის მერე დამთავრდა შენი ფეხბურთზე სიარული ხო მაგრამ მე ვიცი დადიოდა კარატეზე კარატეზე კი სხვა არაფერი არ იყო მაშინ ა რატომ კარატეზე ჩონგბურთზე და პედაგოგი ვინ იყო შენი კარატის პედაგოგი ვინ იყო პედაგოგი წვრთნელი ხო ახა შარტავა ხო ჟიული შარტავაშვილი კიდე ახა შარტავა კიდე ვინ იყო ბატონაზო კიდე ანზორ ჩუბინიძე ეს შემდეგ უკვე აკადემიაში სწავლობდა ანზორი გასწავლა ეს კანცელარიაში დადიოდა ნიკა დაბლა პირველ სართულზე იყო ეს კარატეს წრე და დადის და ეხლა მე სულ ავამტყოფებში რაღაცები და იშვიათად რომ საღამოს მოვსულიყავი და რომ მოვედი და რაღაცა ნიკა ვეუბნები ნიკა ერთი შენი ჭირი მე მეთქი რომ დადიხარ რას გასწავლიან მათ ჩვენე და არაო და ესე იგი არ მივეცი საშველი არ მივეცი მანახეთი რას გასწავლიან ჩვენე რას გაჩვენებენ მაინც და მაინც მეთქი და ეს არის დატრიალდა და ეს ფეხი რომ აწევ ვაიმე მეთქი და მომხვდა და 2 თვე გიფში მქონდა ხელი მომწყდა ხელი რომ არ ამეწია არაფერი არ უნდა და ჩვენება მაგრამ მე თვითონ ვთხოვე როგორც გულით გაჩვენათ ესე იგი გულით მაჩვენა ისეთი ტრიალი ქონდა მონედოსკოპი დადო განმავლობაში ხო არა იცით რა არის ერთი ნიკა ნუ ერთი ძალიან ისეთი ამბავი მინდა რომ მოყვე ამ გადაცემაში რა. აი ახლა ხო მთელი ეს ერთწლიანი რაღაცა პერიოდი გავიარეთ, მთელი ეს რაღაცა მთელი მაღალი ტემპერატურაზე, პოლიტიკური ტემპერატურა იყო მაღალი, სულ შენს გარშემო ხდებოდა ყველაფერი. ხო? ხო რეალურად ხო ეგრე იყო რა. ანუ შენს გარშემო იქ რაღაცა ევროკავშირის წევრები ჩამოვიდნენ, მთელი ჩართულობა, რაღაცა რეფერენდუმი, არჩევნები,
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? კი ბატონო, ეს ასოც არ მომიყოლია და სიმართლე არის შემდეგი არც ერთი უტრირებული სიტყვა. ვანო ჯავახიშვილი მეპატიჟება გადაცემაში, მე ვერ საზღვრავ დღეს ზუსტად ვიქნები იმ დროს თბილისში თუ არ ვიქნები. ლაპარაკობთ რა, კაბინეტში ვხედავთ ლაპარაკობთ. არ მინდა რომ ჩემს გამო გადაცემა ჩაუვარდეს. ამიტომ მოვედი ვანოსთან, მეგობრებთან, ვანო არის მის ოთახში, ხაკაძე და სხვები და მოკლედ გადავწყვიტე რომ სანამ გადაცემაში მოვალ, წავალ თურქეთში. ხო. და მიზეზი იყო ძალიან ტრივიალური, ხახ არ ვიყავის დაახლოებით 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში საზღვარგარეთთან ნამყოფი და უბრალოდ მესაჭიროებოდა ჩემი ზომა ფეხსაცმელი. ნუ ეხა აქ ვერ ვყიდულობ 48 ზომა მაქვს ფეხსაცმელი. ფეხი მაქვს 48 ზომა და ვერ ვყიდულობ და მინდა რომ თურქეთში გადავიდე დღე ნახევრით ან 2 დღით და გადმოვიდე და რატომ? იმიტომ რომ პასპორტი ხო ჩამორთმეული მქონდა მე და მეგზალებოდა ქვეყნის დატოვება. ახალი დაბრუნებული ჰქონდათ ჩემთვის პასპორტი, დაურეკე ადვოკატს გიორგი კონდახიშვილს და ვუთხარი და ვთხოვე რომ გააფრთხილე პროკურატურა ვისი სიტყვიერი თანხმობა საჭირო იყო რომ გადავალ თურქეთში და გადავალ კი ბატონო, მოკლედ წავედით სახში. დავიშვიდე. ის დღე დავიშალე. გავიღვიძე და ზარი გამოტოვებული და მესიჯი მოწერილი გიორგი კონდახიშვილს გადაურეკე. ბიჭო, განცხადებაო, გაავრცელაო პროკურატურამ გუში ღამე ველაპარაკეო და ნაცვად იმისა რომ თანხმობა მოეცადო, წერენ რომ გირაო გადაიხადოსო. 40,000 ლარი. ანუ გვირაოს. და ძალიან ისეთი კონფრონტაციული ტექსტით. და ბად მივხვდი რომ ამ ადამიანებს არც ახსოვდათ საერთოდ რომ თუ კი მე რამე გირაოს სახით გადასახდელი მქონდა. არა, გადაცილებული იყო. ხო, პირველი ჩემი ხო, ნუ ეხლა ხვა რა მოუღიათ რა. გამოგინა პასპორტი დამებრუნეს, ხელში მაქვს. ქვეყნიდან გასვლა მოვითხოვე და ამ დროს ეთქობა გაახსენე და ამას გირაო გადასახდელიო რა. ეხლა ხო არა მოუღიათ ერთ გამოლობაში. პირველი ჩემი რეაქცია ინსტინქტური იყო რომ ნუ რა საერთოდ რა თმინდოდა ამ თურქეთში გადასვლა 40,000 ლარი არაფერში უნდა გადავიხადო, თან გირაოს გადახდა არ მეკუთვნის მეორეჯერ ეს ხო საერთოდ. მოკლედ ნუ მივიღე გადაწყვეტილება ამ უსამართლო გირაოს არ გადავიხდე, დავდექე ჩავატარე ბრიფინგი. ნუ არ გადავიხდე ვერ დამიჭერთ, ხო? ამ ყველაფრის შემდეგ ნუ არ ვიცი რაც მოხდა ჩემზე კარგად იცით, ხო, ჩამოვიდა მიშელი, ჩამოვიდა დენიელსონი არაერთხელ შედგა შეთანხმებაში და მივედით რეფერენდუმამდე. რომ რეფერენდუმამდე მივედით, ეხლა დაგიჭირეს. რომ არა 48 ზომა ფეხი. რეფერენდუმი არ იქნებოდა. სასწრაფოდ რასო გამომიყოლე. რომ არა 48 ზომა ფეხი და ეს ისტორია 53%-იანი ეს ზღვარი გემოდა არაფრიდან წარმოიშვა ნუ ფატალისტი ვარ რა რაც შეიძლება მოხდეს ეს არის ისტორია რომელიც პირველად მოვყევი ხახტო და მართალი ამბავია ძვირფას ტელემაყურებლებო არ გატყვევს არც ერთ სიტყვას აი მართლა და მე მიხარია რომ ამ პროცესში მეც მონაწილეობდი და ამით გამაყობ იცი ეს არჩევნები ჩემი მიღწეულია ძვირფას ტელემაყურებლებო არა ნუ ეხა რეალურად ეს ბანალური ისტორია არ ვიცი 48 ზომა შესაძლებელია გამო კაი იყო კაი ბატონო აზო მე ვნახე ნუ ძალიან დიდი გამოხმაურება ქალბატონ ლელა წურწუმიას ჩამოსვლა ზუგდიდში თქვენ რომ შეგხვდათ ნამდვილი ნახვა აქ ახლა ნიკა მაგას ხო წარმოვიდი 1,500,000 ნახვა ქონდა ხო აი ძალიან და ანუ როგორი ესე იგი ზეიმი იყო როგორც მივხვდი ზუგდიდში თქვენ და ქალბატონ ლელა წურწუმია რომ დაგინახეს ბაზარში და ნუ მე ეგეთი არაფერი მინახავს რომ აი ხალხი შოულებით იდგა და ტას გიკრავდათ ხო ეგ დამირეკეს და დამირეკა ლელონ და მითხრა რომ ბაზარში უნდა შეხვდეთო ყველის რიგშიო ხო და ისა რომში მოვედი უკვე ლელა იქ იყო ყველის რიგში და ატყდა მაგრამ რა ატყდა და გადავეხვიეთ ერთმანეთს იმიტომ ძალიან დიდ პატივს ავცემდა მანდ მოყევით ქალბატონ სესილია თაყაიშვილზე ერთი ამბავი დიახ ხო ნუ თქვენი პაციენტი იყო და ალბათ თქვენც გექნებოდათ ხო ანუ ისეთი რაღაც აკრძალვები ლელასთან მოვყევი მე პირველი დღე მაგრამ მე ძალიან დავმეგობრდით მეგობრები ვიყავით ყველაფერი და 28 დღე იწვა და 28 დღე მორიგეობდი
სახში მიშვებდნენ დილას ხო იმაში ინტენსიურში და დილას რომ დავამთავრებდი მორიგეობას დღისით ხომ უნდა ყოფილიყო ექიმი კიდე 4 დღეში ერთხელ მქონდა მორიგეობა მე მიშვებდნენ სახში ვიძინებდი მოვდიოდი და იცოდა ქალბატონ სესილიამ რომ დღეს 4 საათზე ანზორი მოვა და შევდივარ ინტენსიურში ხო და სახტად დავრჩი ესე იგი ეს სპანაირად გაუკეთებია რაღაც ბუდესავით ქონდა აი ასე გაკეთებული მაგიდა რომ ინტენსიურში აი რომ სადილობენ და რაღაც მისადგმელი მაგიდა ყველაფერი ის დაუდგია ცოტა მოზრდილი სარკე და ამ თმებში ჩაუჭვია სიგარეტი ხო მაგარი მწეველი იყო მაგიდა აუგზალეთ სიგარეტის მოწევა და ერთი 20 ღერი სიგარეტი ქონდა და თმებში ჩარჭობილი აქვს ეს აი ასე და ამოაწროდა ეს შეოხერო შენ დამართე ხომ ეს სიგარეტი გადააგდებდა მეორე შენ გამომდა მივიღო მე შენიშნები შენ უნამოსო ბაღასე არის დასაჯა სიგარეტი რაღაც სასაულის სანახავი იყო წარმოიდგინე შენ უნდა მოგაკვლევინო თავი ეს მე დავუძახე ექიმებს შემოდით მეთქი ნახეთ მეთქი და ნუ სასაული იყო რა. კაია. დიდი მადლობა ბატონო ანზორ მობრძანებისთვის. სანდრო. ბატონო სანდრო, უღრმესი მადლობა რომ მოხვედით ჩემს გადაცემაში სტუმრად. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ნიკა, უღრმესი მადლობა. უბრალოდ მინდა ბოლოსკენ მაინც ხვალ არის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი. ხვალ არ არის არჩევნები, არ არის არჩევნები და არც კენჭისყრა და არც წილისყრა. ხვალ არის თარიღი, ისტორიული, რამაც უნდა განსაზღვროს. აი 2032 და 33 წელს სანდროს თაობის ბავშვები როგორ სახელმწიფოში იცხოვრებენ. ეს არ არის არჩევნები, ვინ იქნება თბილისის მერი, ზუგდიდის მერი, წყალტუბოს, ქუთაისის, თელავის თუ ფოთის. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე მეტად მნიშვნელოვანია რა ტიპის სახელმწიფოში ვიქნებით და რა ტიპის სახელმწიფოში გვეყოლება ამა თუ იმ ქალაქის მერი, ხა თუ სუვერენიტეტი დავკარგეთ და თუ თავისუფლება როგორც ასეთი აღარ გვექნება, რა მნიშვნელობა აქვს, ხო, ხა ბეტონს და ასფალტს ვინ დაასხამს, არა? კი, ეგრე არის. ამიტომ თუ მაქვს შესაძლებლობა, ვისარგებლებდი, ყველას მინდა ვთხოვო, მივიდეთ ჩვენი რეგისტრაციის მისამართზე, მე ვიცი რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ფაქტობრივად თბილისში, მაგრამ ჩაწერილი არის ქუთაისში, ასე დავბრუნდეთ ხალხო და პირიქით ცხოვრობენ ქუთაისში, მაგრამ ჩაწერილნი არიან თბილისში და მივიდეთ ძალიან მშვიდად და მტკიცეთ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ და ვიამაყოთ იმით, რომ მშვიდობიანად მართალმა საზოგადოებამ მოვახერხეთ და დავამარცხეთ ოლიგარქი, რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს. რომ ავამარცხოთ, რომ ბიულეტენით ხელში მორჩა და გათავდა. ამ ადამიანებს ეხლა რო ვკითხოთ, 2070 წელი რო იყოს, გამოვა ღარიბაშვილი და იტყვის რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები. ანუ და არასოდეს არ ენდომებათ წასვლა. ეს ლუკაშენკოს ბელორუსია ნუ გადავაქცეთ. ამიტომ ყველაფერი არის თითოეულ ჩვენგანზე ხვალ დამოკიდებული და ასეც იქნება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ბატონო ანზორ, ძალიან დიდი მადლობა ნიკა, სანდრო. ძირფასო ტელემაყურებლო, ჩვენი განაცემის სტუმრები იყვნენ ბატონი ნიკა მელია, სანდრო მელია და ბატონი ანზორ მელია. დიდი მადლობა მობრძანებისთვის.